სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ბიბლია ყოველდღე ყველას მოგესალმებით, მეგობრებო. ბერი პაისი ათონელის გაფრთხილება, მკურნალი მოძღვარი და დარიგება. როგორც ადამიანი ცდილობს კარგი ექიმი ახლოს ყავდეს, ისე უნდა ეცადოს, რომ მისი სულიერი მოძღვარიც შორს არ იყოს. ახლოს მყოფი ექიმი ხშირად უფრო მეტ დახმარებას გაუწევს ავადმყოფს, ვიდრე ძალიან ცნობილი პროფესორი, რომელიც იშვიათად ნახულობს მას. როცა ექიმი ავადმყოფთან ახლოსაა, ხო, შეუძლია ხშირად შეამოწმოს მისი მდგომარეობა, დაინახოს ეხმარება წამალი თუ არა და თუ საჭიროა, ესე ვთქვათ, შეცვალოს მკურნალობა. შორიდან ეს შეუძლებელია. ერთხელ, როცა ტუბერკულოზის დისპანსერში ვიწექი, დავინახე ასეთი რამ. ბევრი მდიდარი ავადმყოფი სახლში რჩებოდა და ექიმი მათთან მიდიოდა, მაგრამ ასეთი მკურნალობა შედეგს არ იძლეოდა. რატომ? რადგან ექიმი ვერ აკვირდებოდა მათ ყოველდღიურად. ბოლოს იძულებული გახდნენ დისპანსერში სპეციალური განყოფილება გაეხსნათ მდიდრებისთვის, რათა მუდმივი კონტროლის ქვეშ ყოფილიყვნენ. მეგობრებო, ზუსტად ასეა სულიერ ცხოვრებაშიც. მოძღვარმაც უნდა იცოდეს თავისი სულიერი შვილის მდგომარეობა ახლოდან. ადამიანის სული მუდმივად იცვლება. დღეს, ვთქვათ, ერთ სირთულეს ებრძვის, ხვალ კი სულიად სხვაზე, კიდე სხვას და ასე შემდეგ. ამიტომ შორიდან რჩევის მიცემა ხშირად არასწორია. ერთხელ ერთ ქალს, რომელსაც მძიმე განსასწრელი ჰქონდა, რჩევა მივეცი და მან ეს განსასწრელი მართლაც გადალახა. მაგრამ შემდეგ მას სრულიად სხვა, საპირისპირო სირთულე შეემთხვა. მან ისევ იგივე მეთოდის სცადა და დიდი უბედურება დაემართა. რომ დამკავშირებოდა, ხო, წერილი მოეწერა ან ვინმე გამოეგზავნა, მას სხვას რჩევას, სხვა სულიერ წამალს მივცემდიო. მაგრამ რადგან შორს ვიყავი და ვერ დამიკავშირდა, მან ძველი, ესე ვთქვათ, რჩევა ისევ გამოიყენა, რაც ამჯერად საზიანო აღმოჩნდა. გესმით? ამიტომაც, მეგობრებო, თუ ადამიანს კარგად არ ვიცნობთ და მასთან მუდმივი კავშირი არ მაქვს, შორიდან რჩევებს არ ვაძლევ. სული ისეთივე სიფრთხილეს მოითხოვს, როგორც სხეული. და ჩვენ ვიცით, მეგობრებო, რომ აუცილებელია, ასე ვთქვათ, ყოველდღიური თუ არა, კვირაში, თქვათ, ორჯერ, ერთჯერ ყველა შემთხვევაში, კვირაში ერთხელ რომ მქონდეს, ესე ვთქვათ, კონტაქტი ჩვენ მოძღვართან, რაც შეიძლება ხშირად ჩავაბაროთ აღსარება, ხო, მოვინანიოთ ჩვენი ცოდვები გულით და ვეზიაროთ. ასევე, მეგობრებო, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არ უნდა დავიზაროთ სიარული ყოველ კვირას წირვაზე და ჩვენ ხშირად საუბრობთ ამაზე, მაგრამ რეალობა ესაა, რომ ბევრი ადამიანი მესმის, მუშაობს და მაგრამ ამბობს, აი ერთი კვირა დღე მაქვს, მინდა დავიძინო, მაგრამ ეს არ არის სწორი, რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა დავაძალოთ ჩვენი თავი და წავიდეთ ჩვენს წინააღმდეგ და მეწმუნეთ, ეს აუცილებელია. სხვათა შორის ადრე ძველად საქართველოში თუ ესე იგი გააცდენდი ზედიზედ სამჯერ არ დაესწრებოდი წირვას, ესე იგი სასჯელი იყო 1 წელი უზიარებლობა. წარმოიდგინეთ. და მე ახლა ყველას დიდი პატივისცემი და დიდი სიყვარული, რა თქმა უნდა, არავის არ მინდა ვაწყენიო,
მაგრამ ზოგი ესე იგი ადამიანები დადიან წელიწადში ორჯერ, ხოლო ესე იგი შობაზე 7 იანვარს და აღდგომას. სხვათა შორის აღდგომაზე მეგობრებო, იცით, ახლოვდება ახლა მძიმე დიდი აღდგომის მარხვა. აი უკვე ესე იგი პირველში, ახლა 1 თებერვალს იწყება უცხებიშვილის კვირა და აქვე ასევე მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გითხრათ, რომ ღვთისწყალობით, ღვთისშეწევნით ღმერთო მშვიდობა ქნას და მე მთელი ამ მძიმე 59 დღის განმავლობაში, მთელი მარხვის პერიოდში, ასე ვთქვათ, ავტვირთავ ვიდეოებს დავდევ შესაბამისად ყოველი დღე, თქვათ, ყოველ კვირას დღესასწაულებია, ვიცით ჩვენ ხო, ჯვრის თაყვანისცემა არის, ჯვრის ზეიმი, მართლმადიდებლობის ზეიმი და მარიამ ეგვიპტელის და ასე შემდეგ. და პარალელურად არის მიცვალებულთა მოსასწრებელი დღეები. მოკლედ მე ცალკე მაქვს ამაზე ჩაწერილი ვიდეო და ვისაც გაქვთ სურვილი და გაინტერესებთ, შევძანდით არხზე და ესე იგი იქ არის ესე პირდაპირ არის ანუ 2026 წლის სააღდგომო ასე ვთქვათ კალენდარი რა რომელიც ესე იგი მოკლედ ყველაფერი მარხვის შესახებ არის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა დაგლოცოთ და გქონდეთ ღმერთმა მოგცეთ მეტი სიყვარული, მეტი თავდაბლობა და ვაკეთოთ კეთილი საქმეები, უანგაროთ და გვიყვარდეს არა მარტო ოჯახის წევრები, არა მარტო ერთმანეთი, არამედ ის ადამიანები, ვინც ჩვენ გვაწყენინებს და რა თქმა უნდა ეს შეიძლება ჩვენთვის შეუძლებელი არის, მაგრამ ეს ქრისტე გვეუბნება ჩვენ, ქრისტე მოგცა ეს ჩვენ დაგვიტოვა მცნებად, რომ გვიყვარდეს არა მარტო ჩვენი თავი, არა მარტო მწყები და მეტიც ის ბრძანებს რომ დალოცეთ მაწყებლები თქვენი. მესმის რომ ეს არის შეუძლებელი ჩვენთვის თითქმის ხო, მაგრამ როგორც წმინდა მამები ამბობენ, თუ არ შეგიძლია ილოცო მტერისთვის, ვინც ჩვენ დაგწყევლის, ესე იგი რომ მაშინ გულით არ უსურვო მას არაფერი მაინც. აი წმინდა მამები ზოგი ესე გამარტავენ აი ამ უფლის სიტყვებს. გაიხარეთ, დიდი მადლობა. მადლი უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. მადლობა, გაიხარეთ. Thank you.